ამ ამპლუაში ვიდან ერთ ადამიანს მაინც ეს საერთაშორისო დღე გახლავთ პარამედიკოსების, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მთლიანად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების. ეს არის ძალიან დიდი შრომა, უმნიშვნელოვანესი შრომა და ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასაყრდენი ნაწილი ამ პროფესიონალების. ამიტომ მე მინდა თითოეულ მათგანს პირველ რიგში მთელი ქვეყნის სახელით მინდა მადლობა გადაუხადო არაჩვეულებრივი შრომისთვის, გამორჩეული თავდადებისთვის, მათი ღვაწლისთვის და იმავდროულად, რა თქმა უნდა, მადლობა და დაფასება რასაკვირველია. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია, რომლის ნათელი მაგალითია პარამედიკოსთა მომზადების პროექტი. პროექტის მიზანია სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესება და ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. მიამაყება, რომ არ საქართველოში პირველი მოტომედიკოსი ქალი. ვიმედოვნებ, რომ მოტივაციის წყარო იქნება სხვა ქალბატონებისთვისაც და შემოვერთდებიან ჩვენ ჯგუფს. ჩვენ სამსახურს დიდი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან ჩვენი მოვალეობა უსწრაფესად გავუწიოთ პირველადი დახმარება ჩვენს პაციენტებს, მოვემსახუროთ ხარისხიანად და ვიდგეთ მათი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. გილოცავთ პარამედიკოსთა საერთაშორისო დღეს, ამაყად ვიტყვი, რომ ისტორიული პროექტია ნამდვილად. საქართველოს პირველი ამიერკავკასიაში სადაც ეს პროექტი განხორციელდა. მე მხვდათ წილად პატივი ყოფილიყავი ამ პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, როგორც მოტომედიკოსის, ისე პარამედიკოსის და ამ საინტერესო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიის მქონე, რასაც სასწავლო სამედიცინო დახმარების ექიმის პროფესია ნიშნავს.